არც ერთ ადამიანს, რომელიც არ არის აქციის მონაწილე, მათ აქვს გადაადგილების სრული შესაძლებლობა და შესაბამისად შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწოდება, რომ უნდა გათავისუფლდეს რუსთაველის მიმდებარე ტერიტორია არის უკანონო. მეორე ტყუილი, რაც ჩვენ მოვისმინეთ, იყო ის, რომ საჭიროა გაფრთხილება. პირველ რიგში ეს გაფრთხილება, რომელიც 5 დღით ადრე კეთდება, არის არაკონსტიტუციური და ამას მოგვიანებით ავხსნი, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც კი აქციის მონაწილეებმა შეასრულეს ეს მოთხოვნა და ბატონმა კახა წიქარიშვილმა შეიტანა გაფრთხილება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და შეიტანა კონკრეტულად გუშინდელ და დღევანდელ დღესთან დაკავშირებით. ანუ ეს გაფრთხილება არსებობს და როდესაც ეს გაფრთხილება შედის შინაგან საქმეთა სამინისტროში, ასეთ შემთხვევაში უნდა მოხდეს ამ გაფრთხილების შემტანის დაბარება და სავალდებულო მითითების გაცემა დროისა და ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით. და როგორც ბატონმა კახა წიქარიშვილმა განაცხადა, ასეთი რაღაცა არ მომხდარა, ანუ გაფრთხილების შეტანიდან 3 დღის ვადაში საპატრულო პოლიციაში არ დაუბარებიათ და არ მოუთხოვიათ დროისა და ადგილის შეცვლა. ეხლა ამაზე ვისაუბროთ, დროისა და ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით. არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო, ეს არის 2002 წლის გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო მერის მიერ გაფრთხილების არ მიღების ინსტიტუტი. საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა ის, რომ შეკრების მოსაწყობად არ არის აუცილებელი ის, რომ კონკრეტულმა სახელმწიფო უწყებამ ნებართვა გასცეს აღნიშნულ შეკრებასთან დაკავშირებით. ჩვენთან არ მოქმედებს ნებართვის ინსტიტუტი, ჩვენთან მოქმედებს გაფრთხილების ინსტიტუტი. ეს ნიშნავს იმას, რომ მე მიმართავ გაფრთხილებით სახელმწიფო უწყებას, ეს არის გაფრთხილება, ვაფრთხილებ, რომ კონკრეტულ დროს ვატარებ საპროტესტო აქციას და მას არ აქვს უფლება წინასწარ ამიკრძალოს აქციის ჩატარების შესაძლებლობა. ეს არის კონსტიტუციის მოთხოვნა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, აი ამ კანონით, რაც პრობლემურია, არის ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიეცა სავალდებულო მითითების შესაძლებლობა. ანუ ის, რომ შეიცვალოს ადგილი და დრო. და ეს ნამდვილად არის კონსტიტუციის საწინააღმდეგო, იმიტომ რომ რეალურად შინაგან საქმეთა სამინისტრო განგვისაზღვრავს, სად ჩავატაროთ და რა დროს ჩავატაროთ საპროტესტო აქცია. ეს არის არაკონსტიტუციური და ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას.